ზუგდიდის ნომერ 1 საჯარო სკოლაში დღეს ფოტოგამოფენა სახელწოდებით საქართველოს ISF-ის მისიაში გაიხსნა. ღონისძიების ჩატარების ინიციატივა ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის ეკუთვნის. გამოფენაზე, რომელიც ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა, წარმოდგენილი იქნა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების მონაწილეობის ამსახველი 30 ფოტო. ფოტოგამოფენას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენი ორგანიზაცია ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის მასპინძლობს ავღანეთში ქართული ჯარისკაცების ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველ ფოტოგამოფენას. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები გვიჩვენებს მათ ყოფას, მათ ყოველდღიურობას ავღანეთში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქართველი ნატოს სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების და საქართველოს მონაწილეობა და ზუგდიდის საზოგადოებას ამ ფოტოგამოფენით მიეცემა შესაძლებლობა უფრო ახლოს იხილოს მათი ყოველდღიურობა ავღანეთში. გამოფენის პარალელურად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე ხოშტარიამ შეხვედრები გამართა რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. საუბრის მთავარი თემა იყო ნატოს ისტორია და ნატო-საქართველოს ურთიერთობები. მივესალმეთ და მხარი დაუჭირეთ არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას, რომ ზუგდიდში გავაკეთოთ ფოტოგამოფენა ამსახველი ჩვენი სამხედროების მოღვაწეობის, ღირსეული მოღვაწეობის სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელში ყველა მიცოდეს თუ როგორ იცავენ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას ჩვენი სამხედროები ავღანეთში და სწორედ ეს იყო ჩვენი როგორც გამოფენის ასევე საუბრის მთავარი თემა. ხვალ ექსპოზიცია საქართველოს ISF-ის მისიაში მესტიის რაიონის სოფელ უსგულში გამოიფინება.